სახლების დასამუშავებლად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1000 მეთოდი არსებობს სახლების დასამუშავებლად, მაგრამ ჩვენ შეგვიძლიათ მაგალითად ვიკითხოთ, ვისაც კითხვა უყვარს და კითხვით შეიძლება იგივენაირად დამუშავდეს სახლი. ეს რა თქმა უნდა არის ალტერნატიული მეთოდი, ეს არის მხოლოდ ერთი მეთოდი, მხოლოდ კითხვით სახლი არ დამუშავდება. კომპლექსური მოქმედებაა საჭირო, როდესაც სახლს ვამუშავებთ, მაგრამ ერთ-ერთი მეთოდი შეიძლება იყოს კითხვა ან თუნდაც ფილმების ყურება. პირველი სახლის დამუშავება მოხდება თუ თქვენ წაიკითხავთ მოტივაციურ ლიტერატურას, იგივენაირად თუ თქვენ წაიკითხავთ კონკრეტულად ბიოგრაფიებს, თუ თქვენ წაიკითხავთ თვითგანვითარებაზე ლიტერატურას, პიროვნულ განვითარებაზე თუ წაიკითხავთ ლიტერატურას, როგორ შეიძლება ადამიანი გაძლიერდა, თუ წაიკითხავთ რაიმეს თუნდაც ეტიკეტზე, როგორ უნდა მართოს საკუთარი თავი, როგორ უნდა აკონტროლოს საკუთარი ემოციები, როგორ უნდა აკონტროლოს საკუთარი ქცევები, როგორ უნდა მოახდინო რეალიზაცია გარემოში, ანუ როგორ უნდა გჭირდება ურთიერთქმედება სოციუმთან მაგალითად, ეტიკეტის დაცვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის პირველი სახლის თემა. იგივენაირად არის პირველი სახლის თემა მოდა, ყველაფერი რაც გარეგნობას უკავშირდება, რომ შენ სოციუმში გახვიდე. კითხვა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ წავიკითხავთ, გადავდებთ და სახლი ავტომატურად უკვე დამუშავებულია, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ წაიკითხავთ, ეს ყველაფერი უნდა გაანალიზოთ და გამოიტანოთ კონკრეტული დასკვნები და შესაბამისად შეცვალოთ თქვენი ქმედებები. ანუ მე როდესაც წავიკითხავ თუნდაც კონკრეტულ ლიტერატურას მოდაზე და ავირჩევ კონკრეტულ რომელიმე მიმართულებას, რომელიც მე მომწონს თუნდაც რომელიმე სტილი, შემდეგ მე უნდა შევცვალო ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში და მე თვითონ უნდა მივყვე კონკრეტულ სტილს, ან არ უნდა გავაკეთო რაღაც კონკრეტული არ ჩავიცვა ვულგარულად მაგალითად, ან ვიცოდი კონკრეტულად სად როგორ უნდა ჩავიცვა და ასე შემდეგ. რეალიზაცია უნდა მოხდეს ამ ყველაფრის, იმისი რაც მე წავიკითხე, რაც მე გავიგე და იგივენაირად მეორე სახლის თემები არის ყველაფერი ეკონომიკური. ანუ ნებისმიერი წიგნი, ნებისმიერი ლიტერატურა, ნებისმიერი ფილმი, რომელიც არის ეკონომიკურ თემაზე, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ იაზროვნოთ, როგორ გამოვიმუშავო ფული, როგორ მოვაგროვო უფრო მეტი სიმდიდრე, როგორ მოვაგროვო უფრო მეტი თუნდაც ფასეულობები, არამატერიალური ფასეულობები, როგორ მოვაგროვო, ან რა კონკრეტულად რა სახის არამატერიალური ფასეულობები მჭირდება მე ან მომწონს. იგივენაირად შენაძენი, ნებისმიერი სახის, საკუთარი უნარების განვითარება, როგორ ვისწავლო ხატვა, როგორ ვისწავლო ლამაზად საუბარი, ნებისმიერი თემა, რაც უკავშირდება საკუთარი ნიჭის გამოხატვას, საკუთარი ნიჭის პოვნას, მის განვითარებას, ყველაფერი არის მეორე სახლის თემა და რა თქმა უნდა იგივენაირად ფინანსებიც. ასევე მეორე სახლის თემა არის ნებისმიერი ლიტერატურა, რომელიც დაგეხმარებათ თავდაჯერების გამომუშავებაში, საკუთარი თავის რწმენაში, ესე ვთქვათ. ესეთი ლიტერატურაც იგივენაირად დაგეხმარებათ მეორე სახლის განვითარებაში და იგივენაირად ესეთი ფილმებიც დაგეხმარებათ მეორე სახლის განვითარებაში. მთავარია ისწავლოთ დასკვნების გამოტანა და უბრალოდ არ უყუროთ, ან არ წაიკითხოთ და არ დაკეცოთ. ანუ უნდა ვიპოვოთ აზრი, რატომ წავიკითხეთ, რა ვისწავლეთ და უნდა მოხდეს ამ აზრის რეალიზაცია ჩვენს ცხოვრებაში.